გამარჯობა პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნო თქვენთან შეხვედრა. როგორც თქვენ ახსენეთ, რთულად ინერგება და ჯერჯერობით საერთოდ არ ინერგება სამედიცინო სფეროებში თქვენი სერვისები. ასევე ახსენეთ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ხელოვნურ ინტელექტთან სტრატეგია. თუმცა მე მაქვს კითხვა ამასთან დაკავშირებით, ფიზიკურად თქვენი სტატია ვნახე, თუ არ ვცდები 2023 წელს გამოქვეყნდა, სადაც ახსენეთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს თვითონ უწყება ხელოვნური ინტელექტის. ეს იყო ასევე, როგორც ვიცი, ევროკავშირის მხრიდან შენიშვნის სახით შეტანილი. მაინტერესებს დღესდღეობით რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით და იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილება ამ თემაზე. 2023 წელს. არაფერი არ ხდება. ანუ როგორც იყო, ისე იყო. ანუ ეს იყო ევროკომისიის შეფასება საქართველოსი, სადაც შავი თეთრზე ეწერა, რომ ამ ქვეყნის პრობლემა არის უბრალოდ, რომ ციფრული, ანუ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია ისეთ ქვეყნებს აქვთ, რომ არ ვიცი. არ აქვს ამ ქვეყანას და ასევე არ არის უწყება, რომელიც იქნება პასუხისმგებელი. ეს მიმულია ერთმანეთს, იმიტომ რომ თუ იქნება უწყება, მაშინ ბუნებრივად პირველი მოვალეობა იქნება სტრატეგია, ხა თუ სტრატეგია არა, მაშინ რას აკეთებ და აღარ მოყვები სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალს, ვინც ხო ჩართული, არ ვიცი, მტკივნეული თემაა რა.